ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი ნატურალური პროდუქტი, როგორც გითხარით. ანუ წარმოიდგინეთ, რას უკეთებთ მცენარეებს, არანაირი ქიმია და არანაირი შხამი. აი ესე ასხამენ ამ ჰერბიციდებს, პესტიციდებს და რო ვეკითხები რა დოზირებით, თვალითა ვიცი. სულ 100 ლარი გახდეს რაღაცა ბაზარზე, ჩვენთან მაინც იმფას დავტოვებთ. შეგიძლია მოწყვიტო. სურვილი ჩაიფიქრე. თან ძალიან კარგ რაღაცებს იზამს ჩვენს ორგანიზმში. მიაგნო იაპონურ ტექნოლოგიას, ეფექტურ მიკროორგანიზმებს. ეს არის საქართველოში ხალხი, რასაც ყველაზე მეტად არის მონატრებული და რაც ალბათ ყველას უყვარს. ზოგადად ყველანაირი მუსიკა მოწონთ, შეიძლება როკიც იყოს და ის უბრალოდ როკს რო ჩავუთა, უფრო რაღაცა ესე გაიზრდებიან და კლასიკაზე უფრო რაღაცა. ჩაქაფული სუნი ხო არ გეცათ რომ შემოხვედით. ჩვენ კიდე გვაქვს შოკოლადის პიტნა. ანუ მიწასთან ურთიერთობა ვისაც უყვარს, ის სხვანაირიც იზრდება რა, უფრო კეთილია, უფრო სხვანაირი ადამიანია და ცოტა მეტი ფინანსური მხარდაჭერა რომ მქონდეს კიდე რეებს დავატრიალებდი არიც. 100%-იანი გრანტით ჩავაბარე, პრინცესასავით გამზარდეს, მაგრამ წამოვედი მაინც აქ. პოლინა, ჩვენი პირველი კომუნიკაცია შედგა Facebook-ის წყალობით. იქ აღმოგაჩინეთ, საინტერესო ვლოგებს აკეთებთ და ძალიან დაგვაინტერესა თქვენმა საქმემ და ძალიან გაგვიმართლა რომ დაგვთანხმდით და თქვენთან მოვედი. პირიქით მადლობა თქვენ რომ შეგვამჩნიეთ და დაგვაფასეთ და რა ვიცი, გვიპოვნეთ. გაიხარეთ. საიდან იწყება თქვენი ისტორია? ძალიან მაინტერესებს. ჩვენი ისტორია ცოტა დიდი არის, ხანგრძლივ ვადებშია ზოგადად. ძალიან ადარდებდა მამას ამდენი შხამქიმიკატი რო იყო გარშემო და ხალხი რო იტანჯებოდა აი ამ შხამიან და ქიმიით გაჟღენთილი პროდუქტებით და გადაწყვიტა რომ ეპოვნა რაიმე ტექნოლოგია, რომელიც ამას აღმოფხრიდა და მიაგნო იაპონურ ტექნოლოგიას, ეფექტურ მიკროორგანიზმებს, რომელიც 130-ზე მეტ ქვეყანაში არის. უკვე ჩვენც ოფიციალურად IEM გლობალურ რუკაზე შეგვიტანეს, როგორც წარმომადგენლები ამ ეფექტური მიკროორგანიზმების და ეს საშუალებას აძლევს მცენარეებს ყოველგვარი შხამქიმიკატების გარეშე მოვიყვანოთ ნატურალური ჯანსაღი პროდუქცია აი ამ მიკროორგანიზმების დახმარებით და არ გამოვიყენოთ სხვა რაღაცა გარე ფაქტორები. მამამ რო დაიწყო ეს საქმე, მე მაშინ ჯერ კიდე ახალგაზრდა პატარა ვიყავი, თუმცა მეც ვეხმარებოდი მას, დავყვებოდი აქეთ-იქით, ვისედაც ბავშვობიდან ძალიან მიყვარს სოფლის მეურნეობა, 2 წლიდან მიწას ჩიჩქნი და კარტოფილებს ვიღებდი და მერე სამწუხაროდ მამა დამეღუპა და გადავწყვიტე რომ მისი ეს კეთილი საქმე გამეგრძელებინა მე. ყველაფერი დაიწყო ამ ეფექტური მიკროორგანიზმებით და საქართველოში უკვე საკმაოდ პოპულარულია, ყავს ბევრი მომხმარებელი და იმდენად კარგ შედეგებზე გადიოდა ეს ხალხი, რომ ჩვენც მოგვინდა რომ იქნებ ჩვენ თვითონაც გაგვეკეთებინა ეს და საქართველოს ბაზარზე წარგვედგინა ჩვენი ნატურალურად მოყვანილი პროდუქცია. არ ვიყენებთ არც 1 გრამ ქიმიას, არც ბალახის წამალსაც კი არ ვასხამთ და ხელით ვაცლით მოკლედ ამ ბალახებში. პარტნიორი მცენარეები არსებობს რა, ანუ მეგობარი მცენარეები. სიტყვაზე გარშემო როზმარინი გვაქვს დათესილი, რომ ძალიან ისეთი ანტიოქსიდანტია და რო არ შემოუშვას რაღაცას დაავადებები. ასევე სხვადასხვა პროდუქტებთან ნიორს თესავთ გარშემო, მდოგვია არაჩვეულებრივი, რომელიც მწერებს არაკარებს. ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველოში მივცეთ ჩვენს საყვარელ ქართველ ხალხს საშუალება, რომ მიირთვან ჯანსაღი, ნატურალური და ეს უკვე რა თქმა უნდა გემოვნურ თვისებებზეც ისახება და დაავადებებიც კლებულობს და აღარ არის უკვე ადამიანის ორგანიზმში აღარ ილექება ეს მავნე დანამატები, როგორცაა შხამქიმიკატები. რაღაც სანდოობა იმდენად უკვე ეს კითხვითი ნიშნის ქვეშ დგება ნებისმიერ საკვებ პროდუქტთან მიმართებაში, რომ აი როცა ყველა ერთგვარად გაჭედილი ვართ რაღაცნაირად, ვერ ხვდებით სად წავიდეთ, რა მოვიხმაროთ, ვის ვენდოთ. ძალიან დაბნეულია მომხმარებელი და ფერმერიც დაბნეულია, იმიტომ რომ ვერ ხვდებიან რომელი პრაქტიკა აძლევს იმ შედეგს, რასაც მომხმარებელი ითხოვს, ხო? მეც ვფიქრობ ასე, იმიტომ რომ მართლა ისეთი შედეგები დავდეთ ჩვენ ამ პროდუქტით, არა მარტო ჩვენ, ხა იაპონია მაინც 23 საუკუნეშია მე მგონი უკვე და ფიქრობენ ხალხზე უკვე, მათთვის არ არის მხოლოდ ეს
ფინანსები მნიშვნელოვანი და ეს კონტექსტი აქვს ამ ეფექტურ მიკროორგანიზმებსაც, როგორ გადავარჩინოთ დედამიწა და ჩვენ ვცდილობთ რომ ავყვეთ, ჩავერთოთ ამ ტენდენციაში და სამწუხარო რეალობა არის ის კიდე რომ ძალიან ბევრი, ეხლა რა თქმა უნდა არ დავასახელებ კომპანიებს, თუმცა პროდუქტის შეფუთვაზე უწერიათ უსასუქო 100%-ით ნატურალური და არ არის ასე, ანუ ან ირანიდან არის შემოტანილი პროდუქცია, ან საკმაოდ ყველაზე მტკივნეული თემა რაც არის, აი გმობთ ხოლმე ხანდახან რომ აი თურქეთის პამიდორია და ცუდია და ქართული ვჭამოთ. თურქეთში იმხელა ნორმატივებს იცავენ, კი, შხამქიმიკატებს იყენებენ, თუმცა აბა გადააცილონ პატარათი მაინც იმ დოზას შეიძლება თავი მოაჭრან მაგის გამო და ის მაინც იცის ადამიანმა რომ ნორმის ფარგლებში მაინც არის. კი, ისიც არ არის კარგი შხამქიმიკატი. აქ არავინ არაფერს არ აკონტროლებს, აქ ეს არ კონტროლდება. მე მინახავს მშრომელი ხალხი, რომლებიც აი ესე ასხამენ ამ ჰერბიციდებს, პესტიციდებს და რო ვეკითხები რა დოზირებით, თვალითა ვიცი. ხო, აი მამაპაპური მეთოდები ვითომ და თან კიდე სამწუხარო ისიც არის, სადაც მიგაქვს ბაზარზე ის პროდუქტი. მთავარია ვიზუალი მოეწონოთ, ფასმა დააკმაყოფილოთ და არც გეკითხებიან რითი გაქვს ეს მოყვანილი, როგორ გაქვს მოყვანილი და ამიტომ ჩვენ ავირჩიეთ როგორი რაღაც იცით, ანუ არ გვინდა ქსელურ მაღაზიებში გასვლა, არ გვინდა დიდ მაღაზიებში ყოფნა. ჩვენთვის რიცხვებს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენთვის მთავარია რომ ჩვენთან ის ადამიანები მოდიოდნენ, ვინც ეძებს ჯანსაღს, ვინც ეძებს ნატურალურს და აცნობიერებს, რას ვაკეთებთ ჩვენ ამ ყველაფრისთვის და აი ეს ეფექტური მიკროორგანიზმები ჩვენ ძალიან გვეხმარება. თავადაც ხედავთ ჩვენს მოსავალს, აი ეს არის აბსოლუტურად ნატურალური. ბავშვიც კი რო შემოვიდეს, თუნდაც 1 წლის და მივიდეს და უცებ მოწყვიტოს და დააგემოვნოს მირთვას. თქვენ თვითონ გითხარით ქინძი. უბრალოდ სხვა არომატია, ეს ნატურალურობა, ხო, აი მოქმედებს ხარისხზეც, გემოზეც, ეს ჩვენი როზმარინებია. ვაუ. ვა, რა მაგარია. უნდა შეიძლებოდეს კადრით გადმოცემა. სუნის ხო არომატი. ანუ ადამიანები, გვეუბნებიან, მოგვიწოდებენ, რომ ბავშვებს აჭამეთ ჯანსაღი, რომ გაიზარდონ ჯანსაღად. როგორ აჭამონ ბავშვებს ჯანსაღად, ვისაც 3 და 4 შვილი ყავს და ისეთი ფასებია, ისიც ვითომ ჯანსაღ პროდუქციაზე, შედარებით ჯანსაღ პროდუქციაზე, რომ ფიზიკურად ვერ გაწოდება ადამიანი. ჩვენთან ფასების პოლიტიკა იქნება ერთი ფასი, რაც იქნება, ის იქნება ყოველთვის. სულ 100 ლარი გახდეს რაღაცა ბაზარზე, ჩვენთან მაინც იმ ფასს დავტოვებთ და მივცემთ ყველას საშუალებას, რომ მოიხმარონ ჯანსაღი პროდუქცია. როგორი გათვლა გაქვთ და როგორი მიდგომა გაქვთ თქვენს ბიზნესთან? გინდათ რომ ის, რასაც თქვენ აკეთებთ, ამდენ შრომას დებთ, ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი. სამწუხაროდ აქაც კომპრომისებზე წასვლა უჭირთ ხოლმე ფერმერებს, იმიტომ რომ ძალიან რთულია მიწასთან მუშაობა. ამ შხამქიმიკატების გამოყენება ჯერ ერთი თვითონ ეს მუშახელი ვინც არის, ვინც გვეხმარება, ხო? თვითონ რამხელა დაზიანებას იღებს. ჩვენთან რისკი არ აქვს თვითონ არც თანამშრომელს, იმიტომ რომ ზუსტად იცის რომ ნატურალურია. ასევე აქ ჩვენ ვეუბნებით ხალხს, ნელ-ნელა გვინდა რა ამაზე მერეც გესაუბრებით, სივრცე მოვაწყოთ, საბავშვო სივრცე, სადაც საშუალება გვექნება რომ ვასწავლოთ მათ მიწასთან ურთიერთობა, რადგან მიწასთან ურთიერთობა ვისაც უყვარს, ის სხვანაირიც იზრდება რა, უფრო კეთილია, უფრო სხვანაირი ადამიანია და მშობლებს ვინც მოიყვანენ ამ ბავშვებს შეუძლიათ თვითონ მოისვენონ, მიირთვან ჩვენი მენიუდან რაიმე გემრიელობები და ბავშვები ჩვეულებრივად თავისუფლად გამოუშვან და სულ რომ მართლა მიწა შეჭამონ, იციან რომ ანუ არაფერი არ მოუარა, იმიტომ რომ არაფერს არ უშვებით საერთოდ, ბალახის წამალსაც არ უშვებით. აი ესა ჩვენი კამა მაგალითად. ნელ-ნელა რა თქმა უნდა ჩვენც ვიზრდებით, ვითარდებით, აი კამის არომატი ნახეთ ხო? ანუ ჯერ ვიზუალი ვნახოთ. ხელოვნური ინტელექტით შექმნილს გავს ისეთი ლამაზია. აი ფესვის მხარეს კი არა და იქ მოჭრილზე. აი სულ სხვა ის ახალ კარტოფილს მოგანდომებს. აბა უხრახუში ნახეთ. აბსოლუტურად ყველაფერს აქვს. ეს ამას აკეთებს ნატურალურობა. აქ რაღაცა განსხვავებულს ჩვენ არ ვაკეთებთ. ჩვენ მოქმედებთ ისე როგორც ბუნებას სურს და გვეხმარება მხოლოდ და მხოლოდ ბუნება რა. აი ეს არის ჩვენი პიტნა. სუნი. აქ რომ მუშაობ ხა და აი რაღაც ეს სუნები რო გაგარშემო. ამას ვერ გადმოვცემ სიტყვებით, ძალიან ბევრს ვიბოდიალებ, ახლა ვიცი ხო და მოხვიდეთ აქ. ეს არის ჩვეულებრივი პიტნა. ჩვენ კიდე გვაქვს შოკოლადის პიტნა. ანუ
აი, წამოდით წაგიყვანთ შოკოლადის პიტნის აბაზანები მივიღეთ, ახლა შოკოლადის პიტნაზე გადავდივართ. ახლა შოკოლადის პიტნა. პოლინა, თან აქვე სანამ დრო გვაქვს შოკოლადებთან მისვლამდე, სად არის თქვენი ტერიტორია? ნატახტარში არის ეს. თბილისთან ძალიან ახლოს. თბილისთან 15 წუთი არის თბილისიდან, სულ დიღმიდან, ესე ვთქვათ, სულ რაღაც და შეუძლიათ ჩვენ ყველას ვეპატიჟებით, შეუძლიათ მობრძანდნენ, თავისით ნახონ რას ვაკეთებთ, ასევე ადგილზე შეარჩიონ მათთვის სასურველი პროდუქცია, აქვე დაუკრებთ და შეუძლიათ შეიძინონ კიდეც და წაიყოლონ სახში ესეთი გემრიელობები. და რით გაგახაროთ? აი ეს არის ჩვენი შოკოლადის პიტნა. ნახეთ, უფრო ყავისფერი ღეროები აქვს. და თვითონ ფოთოლსაც გარშემო, ნახე, კანტად დაყვება, მისუნი ნახეთ. ამას კიდე ეძახიან peppermints. არაჩვეულებრივი პიტნა. მინდა გითხრათ, რომ ეს არის ყველაზე დიდი რაოდენობის შემადგენლობით მენთოლის, რომელიც ასევე კვლევაში არის ჩაშვებული, როგორც ნაწლავის გაღიზიანების სინდრომის დროს გამოსაყენებელი საშუალება და ძალიან სასარგებლოა. ამაზე არ მოდიან არანაირი მწერი აქ არ ეკარება. შოკოლადის პიტნას. მე გაგატანთ და ჩაის რო დალევთ ამისას, ესე იგი მოშოკოლადო ისიც მოყვება რა ბოლოში, იგრძნობთ აუცილებლად. და სხვათა შორის პიტნებს სხვადასხვა თვისებები აქვს. აი ეს პიტნა მაგალითად რო დალევ ენერგიაზე მოყავხარ. აი ეს პიტნა ჩვეულებრივი პიტნა რაც არის, ეს გამშვიდებს, თუმცა არ გაძინებს. ბარამბოკი და აი თუ სტრესული დღეები გაქვს, რაც საქართველოში მე მგონი ყველას გვჭირდება, ამშვიდებს, აძინებს და რაღაცა უფრო ისეთი ხარ რა, წყნარი და მშვიდი. ნატურალურ მიწათმოქმედებაში ალბათ ყველაზე შრომატევადი საქმე არის აი ეს ბალახის მოშორება რა. თუმცა ჯობია ისე თანაცხოვრების პროცესი როგორია ბალახის და ამ საკვები პროდუქტის? უნდა მოაშორო ჯობია, რა თქმა უნდა, მაგრამ გააჩნია, ეხლა თუ სიცივეებია, სითბოს უნარჩუნებს, თუ გვალვებია, სინესტეს უნარჩუნებს და ასე შემდეგ. თავის პლუს მინუსები აქვს კი, მაგრამ მაინც მწერების ერთ-ერთი მოზიდვისის არის. ეს არის ყველაზე დიდი სათბური და ეს არის კიდე ყველაზე პატარა სათბური. აი აქ გვინდა იმ საბავშვო სივრცის მოწყობა, სადაც გადაიტიხრება, აქ შემოვლენ. აი ეს არის ჩვენი ტარხუნა. ჩაქაფული სუნი ხო არ გეცათ რომ შემოხვედით. ნახეთ ჩვენი. ბიჭებო, კამერები მყარად გეჭიროთ. აბა, გასინჯეთ. ეს არის ნატურალური ტარხუნა, თავისი სუნი და გემოც შეგიძლიათ ნახოთ. იმედია სადღაც არ გამეღვიძება და ეს ყველაფერი რეალობაა, სადაც ვართ ახლა. მოთხოვნა გვაქვს დიდი აქ სულ ეს გადაბუჯქული იყო, მაგრამ ნუ რა ვქნათ, უარს ვერ ვეუბნებით ვერავის. აღარ მინდა მე წავედი სახლში. არ მჯერა ქაურობის და მერეც მოდი ხოლმე და აუცილებლად ჩემო ოპერატორმა თქვა რომ ყველა მეხსიერების ზონა გამეაქტიურდა იმდენად ნატურალური და ცოცხალი გემო აქვს. აი ხო დავდივართ ბალახში და სარეველაში. ეს არის ბაბუაწვერა. ყველა იცნობს, აი ეს უკვე დაბერდა და ისე ბაბუაწვერა ეს არის, ასე იწყებს და შემდეგ უკვე ამათ გარდაიქმნება. და რაც მთავარია, ეს ძალიან სასარგებლოა ზოგადად ორგანიზმისთვის, უძლიერესი მცენარეა. შეგიძლია მოწყვიტო. არ მჯერა. თან ძალიან კარგ რაღაცებს იზამს ჩემს ორგანიზმში. თელი ბავშვობა ამას ყურებდით ხოლმე და ხო. და თუ ვაუ, რა კაი გემოა. ხო, რაღაცა უცნაური გემო აქვს და კარგია, ხო და თან შეგიძლია ამის ფოთლებიც გამოიყენო, ჩაი გააკეთო. რა ვიცი, არანაირი. აბა გასინჯეთ. რა მაგარი, რატო არავის უთქვამ საქმე, რომ ეს შეიძლება და გვეჭამა. აუ ძალიან მაგარი, ამას ცოტა ერთი ფოთოლი ტარხუნა უნდა მიეყო, თან გაანეიტრალებს და ეს არის ჩვენი შემდგომი სათბური, აქეთ ეს სუქინძებია. ეხლა დავიწყეთ უკვე აქეთ, აი უკვე პროცესი მიდის ბალახების მოშორების. ეს არის კეილი. ეს არის ძალიან მაგარი მცენარე, მაგარი მცენარეა და ნაკლებად პოპულარული ჩვენთან, რაზეც პოპულარული წყდება. ეს პატარაა, ჯერ იქით დიდებია, ოღონდ უკვე აყვავილებულია, თავისი დრო მოილიეს, ესე ვთქვათ. ეს ცილების შემცველობით უტოლდება ხორცს. და აი ვეგეტარიანელებისთვის არაჩვეულებრივი პროდუქტია. შეგიძლია ესეც დააგემონო.
სალათის ფოთლები, ვისაც უყვარს, კომბოსტოსებრთა ოჯახის წარმომადგენელია და ძალიან სასარგებლოა, შეგიძლია ეგრევე სალათში ჩააჭრა, ქინძი, ოხრახუში. ჩემთვის აქვს ბოლოკი ხის გემო. აი ჩვენთან დასავლეთში არის ფხალი, როგორ კეჟერა ფხალს ეძახიან თუ არ ვცდები. აი იმისი გემოც დაყვება და თან ცოტა უფრო მეტი ცოცხალი გემოებიც შემოდის. ეს არის ჩვენი კეილი. ძალიან კაია. და ეს იცით ვინ არის? ცავინ ეს არის მე სიმართლე გითხრათ არ მიყვარს ჩემი გემოს რეცეპტორებისთვის, თუმცა ეს არის რუკოლა. ამხელა რუკოლა, ანუ არ მინახავს მართლა. ჩვენ ჩვენს ეფექტურ მიკროორგანიზმებს ცოტა ხანი აღარ ვასხამთ, იმიტომ რომ ყველაფერი აქეთ მოდით, აქ კიდე ხა გაკრეფილი არის ეს კეილი. ამას შეხედეთ, მოიცადე კიდე უფრო ისეთიც იქნება. ნა, კეილს სხვათა შორის სამნაირი სახეობის კეილი არის. ერთია ესეთი არის, კიდე იასამნისფერი. ნახეთ როგორი ფერი აქვს. და არის აი ესეთი ეძახიან დინოზავრისებო. აი ეს ნიკასთან რომელიც დავაგემოვნეთ მაშინ. ეს არის დინოზავრის კეილს ეძახიან. ეტყობა კიდეც ისეთი ის აქვს, ჯავშანივით აქვს გაკეთებული. აქეთ პატარა სალათის ფურცლები გვიმწიფდება, ნელ-ნელა იქნება. ერთი რაღაცის თქმა მინდოდა. ჩემს წინაპრებსაც გაუხარდებოდათ. ბაბუაჩემი იყო დიმიტრი არაყიშვილი, ცნობილი კომპოზიტორი და მეორე ბაბუა მყავდა გივი ოდიშარია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს წინა ფრონტზე იყო და 5000 ადამიანი გადაარჩინა, ექიმი იყო, ძალიან ცნობილი, რუსთავში მისი ქუჩაც არის. მეც თბილისში დაბადებული გაზრდილი ვარ, ოქროს მედალზე დავამთავრე, 100%-იანი გრანტით ჩავაბარე, პრინცესასავით გამზარდეს, მაგრამ წამოვედი მაინც აქ. ასე რომ ამით იმის თქმა მინდა, რომ სოფლის მეურნეობა დღეს უკვე აღარ არის უბრალოდ აი ეს რაღაცა მიხვიდე და მიწა იმასკნა. დღეს სოფლის მეურნეობა ვფიქრობ უკვე მეცნიერებაა და ძალიან დიდ ცოდნასაც მოითხოვს და შრომასაც მოითხოვს. ახლა მე მინდა ჩემს ყველაზე საყვარელ ადგილას წაგიყვანოთ. ჩემი კაბინეტი მოკლედ უნდა გაჩვენოთ. ეს არის ჩემი კაბინეტი, სადაც გამოყვავს უკვე ჩვენი პატარები. ეს იცით ვინ არის? ეს არის საქართველოში ხალხი, რასაც ყველაზე მეტად არის მონატრებული და რაც ალბათ ყველას უყვარს. ეს არის საზამთრო, რომელსაც არ ექნება არანაირი შხამი, არანაირი ქიმია და მისი მირთმევის მერე თავს ვიგრძნობთ სუბუქად და კარგად. ზოგადად ვიცით, რომ საზამთრო ძალიან სასარგებლოა თირკმელებისთვის, თუმცა არა ისეთი საზამთრო, რომელსაც მთელი ცხოვრება ჩვენ მივირთმევთ. ეს ჩვენი ჩერი პამიდრების ჩითილებია. აქეთ წიწაკებია მოსული ბულგარული, ჩვეულებრივი წიწაკები, ეს კიტრია, ეს ვარდისფერი სხვადასხვა პომიდორი. ეს არის ყვავილოვანი კომბოსტო, ეს წითელი კომბოსტო, ზოგი გადარგულია უკვე. ესენი ბროკოლი. ბევრი რაღაცა რა თქმა უნდა ექსპერიმენტისაც ვატარებთ და აი წეღა რო გესაუბრებოდით, აი ეს არის ჩვენი ეფექტური მიკროორგანიზმები. ამ ეფექტური მიკროორგანიზმების ბაზა არის იაპონური. შემდეგ ჩვენ თვითონ ვაკეთებთ მის ფერმენტირებას, ანუ ვაღვიძებთ ამ მიკროორგანიზმებს, ვააქტიურებთ და უკვე ისინი მზადყოფნაში არიან, რომ შევიტანოთ ნიადაგში, გამოვიყენოთ ცხოველებზე, მოვსპოთ გარემოში უსიამოვნო სუნი, ასევე წყლები გავაჯანსაღოთ, სადაც თევზები არიან და მოკლედ ძალიან ბევრი გამოყენება აქვს და სადღაც 16 წელიწადია მამამ დაიწყო ეს საქმე, მე ვაგრძელებ ამ საქმეს და გამოყენებაშია უკვე ყავს ერთგული მომხმარებლებიც და საკმაოდ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს, მუშაობს 100%-ით. და ის რასაც ზრდით ყველაფერი ამ ბაზაზე კეთდება, ხო, სხვა არანაირ და ესეც არის აბსოლუტურად ორგანული, არ შეიცავს არანაირ ქიმიკატს. აი ეს არის ჩვენი ეფექტური ცოცხალი მიკროორგანიზმები და ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი ნატურალური პროდუქტი, როგორც გითხარით. ანუ წარმოიდგინეთ,
რას უკეთებთ მცენარეებს? არანაირი ქიმია და არანაირი შხამი. აი ნებისმიერმა წარმომადგენელმა მითხრას, რომ თავის სადღაც გამეღვიძება. თავის პროდუქტს დალევს. ხალხნო. ზოგადად ეს წყალში ზავდება რაღაცა კუჭნა. ანუ მართლა სადაც შეიძენთ იმას, რასაც საკუთარ შვილებს საჭმევთ და თქვენ თვითონ მიირთმევთ. აი ვის შეუძლია მართლა მივიდეს და ის რითიც იზრდება ეს პროდუქტი, აი ესე გახსნას და დალიოს. ანუ რა ჩაატაროთ ექსპერიმენტი, ამას ვერავინ გააკეთებს. ანუ ხო. რა ვქნათ? ძალიან სიგიჟე, ცოცხალ მუზეუმში ვარ, ეგეთი შეგრძნება მაქვს. აი მართლა გულწრფელად გეუბნებით, აი მგონია რომ სცენარეების ცოცხალ მუზეუმში ვარ. კი არ მგონია ასეცაა მგონი, იმიტომ რომ ცოტა მეტი ფინანსური მხარდაჭერა რომ მქონდეს კიდე რეებს დავატრიალებდი არ იცით, მაგრამ ნუ არა ვქნათ. მოდი აბა ეს ამოთხარე, აი ეს დაიჭირე ქოვიდან ეს ყველა ფოთოლი და წამოიღე ნეონების კუც ესე. მეჯიკობა სასწაული ხდება. ეს არის ჩვენი ბოლოკები. ეს არის ჩვენი ბოლოკი, აქვე მოდის წყალი, ეხა გადავალო. პატარა რა ლამაზია. ლამაზეც არ არის, აქ არის თავარი ყველა ბოლოკს, მე მგონი, აქ დაკრავს ხოლმე ის სიმწარე და რაღაცა და წესიერად რო ვერ მივირთმევთ, შეგვიძლია აქვე წყალი გადავავლოთ, ვიცით რომ შხამი და ქიმია არ აქვს. ხო, რისი თქმა მინდოდა, იცით? ბევრი კითხვა მოდის, ნატურალური, ანუ თქვენი პროდუქტი ბიოა? არა, ჩვენი პროდუქტი ბიო არ არის. ბიო პროდუქტის დროს მაინც იყენებენ ბიო სერტიფიცირებულ მედიკამენტებს. ანუ წამალი მაინც შემოდის თამაში და ნატურალურში არა, ნატურალურში არანაირი გარე ფაქტორი არ ემატება რა. ბიო და ნატურალური განსხვავდება. განსხვავდება, კი. ესეც ერთი აღმოჩენა. ეს ცოტა რაღაცა მე მგონი ისეთია. გაგიმართლათ ბოლოკზე ის იყო ტაციობა, მაგრამ იქით ახლა ბევრი ბოლოკი გვაქვს და მალე ბევრი ბოლოკი იქნება. ნუ ბოლოკი ახალი როა. ეს ფოთლების ხოთა შორის ამასაც სალატში ვაჭრით. ერთ გადაღებაში დანაყრებულს მიხდებს მოკლედ. აი პიტნის ბიძაშვილი ეს არის. ეს არის პიტნის ბიძაშვილი. ეს არის ბარამბო. ეს არის ბარამბო. ეს არის ბარამბო. სუნი ნახე. რანაირი ფოთლები აქვს დიდი. პიტნისგან განსხვავებით. ლიმონის სოს გრძნო. ლიმონის სუნი. აუ კი. ცდილობთ, შრომობთ. არ ვიცი. არ გვეზარება მართლა შრომა. ღამე რამდენჯერ გამოსულვარ. რაღაცა ჩემი ფილმი ან რაღაცა ჩამირთავს და თან ბალახს ვაპუტავ თან. ოღონდ ყველა მცენარეს ვესაუბრები, რა თქმა უნდა, ვეფერები, მოკრეფის დროს ვითხარი ცოტა რამდენად ახდენს ეს გავლენას. ძალიან. თან ორმხრივი პროცესია ალბათ. კი, მუსიკაც მოქმედებს, სიყვარულიც მოქმედებს, თხოვნაც მოქმედებს და რა ვიცი, გეხმარებიან რა ადამიანის და მცენარის უჯრედები ზუსტად ერთნაირი არის რა, შემადგენლობას ვთქვათ რა. ასე რომ კი, ესმით გრძნობენ და ეს მითი არ არის, რეალობაა. მართლაც რეალობაა. ძალიან მაგარი. რა მუსიკა მოწონთ ის? ძირითადად კლასიკა უფრო. კლასიკა. კლასიკა კი. ზოგადად ყველანაირი მუსიკა მოწონთ, შეიძლება როკიც იყოს და ის უბრალოდ როკს რო ჩავუთა, უფრო რაღაცა ესე გაიზრდებიან და კლასიკაზე უფრო რაღაცა. ახლა რა ეფექტიც აქვს, ხო ეს ესთეტიკურად ლამაზია. ძალიან გული მწყდება რომ ვერ ვიქნებ თქვენ დამეხმაროთ ვინმე საკურიერო კომპანია ვიპოვოთ რომ რა ვიცი ვითანამშრომლოთ და მივაწოდოთ რეგიონებსაც ეს ჩვენი პროდუქცია იმიტომ რომ მათაც ძალიან უნდა და არ მინდა რომ ის ხალხი დაგვეჩაგროს მართლა იმიტომ რომ მართლა ჯანსაღია და უნდათ ბავშვებისთვის თუ ვინმე ხელს შეგვიწყობს ამაში რომ უზრუნველყოთ ჩვენი პროდუქტების მიწოდება ძალიან კარგი იქნება და მადლობასაც ვეტყვით საკურიეროებო მობილიზდით მთელი ქვეყნის აქ თხოვთ ჩემ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, ანუ თუ რაღაცა გაფუჭდა იქ არანაირი პრობლემა თქვენ არ დაგაბრალებთ მეთქი, ყუთში შეგიფუთავთ ისე რომ არც გამოჩნდება პროდუქცია, თუმცა ნუ ცივი უარეთ მისტუმრებენ.
ალბათ არ აქვთ ჯერ ეს გასინჯული და მაგით. ქალბატონებს ვარდების ნაცვლად ეს შეიძლება დიახ, ის ვარდები უნდა დადო, უნდა გახმეს. მე გენანება იმის გადაყრა და შეგიძლია თან ესე გააკეთო რა. მარტივი ამბავია, თან შთამბეჭდავია და თან უფრო მეტ ემოციას და პაემანს, პირველ პაემანზე რო კინძია. პირველ პაემანზე კინძით. მე მგონი ბევრ ბიჭს მე მგონი გავუჩალიჩეთ ახლა. და ხო, კინძი ცოტა ისეთია, მაგრამ ეს როზმარინები და ესეთი ლამაზი პიტნები რომ მოგვართვან რა. ეს შეიძლება ნახეთ, ერთი ცალი რომ მომაწოდოთ. კი, ახლავე. დიზაინზე შეგვიძლია აქ ვიმუშაოთ. აჰა. აი აქ ნახეთ, შეიძლება ან გვერდით. აი ესე გავაკეთოთ პიტნები. აი ეს როზმარინი შეგვიძლია აი ესე გავაკეთოთ. ზედა ყვავილები. წიწვოვნებიც ძალიან უხდება თაიგულებს ზოგადად. აჰა, აი, შვენიერი თაიგულია. და როზმარინი ძალიან კარგია გოგოებო თმისთვის. თმის ძვენი საწინააღმდეგოდ და აძლიერებს ძალიან თმას. პიტნას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. პიტნას დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. კინძი ძალიან სასარგებლოა, კალიუმითა სავსე და ორგანიზმი მუდამ ესე რა ქვია მხნედ არის. თქვენ თითოეულში იხდით 10 და 15 ლარს და ეგერ ძალიან მარტივად რაღაცა 2 თუ 3 ლარად შეგიძლიათ ესეთი ჯანსაღი თაიგულით განებივროთ ქალბატონები, ანუ იდეაზე, ღირებულებებზე, სიმართლეზე, კეთილსინდისიერებაზე, სიკეთეზე, ამ ყველაფერზე მომუშავე ხალხს დაუდგეთ გვერდით Natural Garden-ი, ასე შეგიძლიათ იპოვოთ Facebook გვერდზე, შეგიძლიათ ჩვენც მოგწეროთ, დაგაკავშირებთ მათ და გავაოცოთ რა შეგვიძლია ჩვენ. დიდი მადლობა თქვენ პირველ რიგში, რომ აფასებთ და გვეხმარებით. ეს ჩვენთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა, мотиваცია რა თქმა უნდა და ყოფილა ისეთი მომენტები, როცა აი უკვე დანებებისკენ რომ მიდიხარ, აი მაინც აზრი არ აქვს რაღაცა, მაგრამ თუმცა ის მომხმარებლები, რომლებიც დღემდე ჩვენი ერთგული მომხმარებლები არიან, პირიქით იმას გვეუბნებიან, რომ სანთელს გინთებთ და თქვენთვის ულოცულობ და არ დანებდეთ და არ გაჩერდეთ და აი მათთვის მოკლედ ჩვენი დიდი ამალით უერთდებით იმ ადამიანებს, ჩვენს ძალიან მაგრად გვინდა რომ უფრო მეტად გაფართოვდეთ, უფრო მეტ ადამიანს გქონდეს თქვენ პროდუქციაზე წვდომა, და ბევრი შემოგვიერთდეს და დაინახოს რომ ნატურალურადაც შეიძლება ისეთი შედეგის მიღება, რომ არ დაგჭირდეს რაღაცა ქიმიების და შხამების გამოყენება მეურნეობაში და შემოგვიერთდნენ ვიღაცამ კარტოფილი გააკეთოს, ვიღაცამ რძე აწარმოოს, ოღონდ ნატურალურზე მაქვს აქ საუბარი და გავერთიანდეთ რაღაცა პატარა გაერთიანებასავით შევქმნათ და გვეცოდინება ვინ რას აკეთებს და ჩვენს საყვარელ ქართულ მოსახლეობას ვაჭამოთ ჯანსაღი და სუფთა და არ დაგჭირდეს საზღვარგარეთიდან შემოტანა და ჩვენი ადგილობრივი ჰაერიც გვაქვს, მიწაც გვაქვს, წყალიც გვაქვს, ყველანაირი რესურსი გვაქვს და ვფიქრობ რომ შესაძლებელია თქვენი თვალით ნახეთ და გემოზეც კი მოქმედებს ეს და არომაზეც მოქმედებს და რა თქმა უნდა ჩვენ სიჯანსაღეზე და ვფიქრობ აი მაშინ გადარჩება ჩვენი ერი, როდესაც აი ეს ერთმანეთს დავეხმარებით და ერთმანეთზე ვიზრუნებთ და ერთმანეთს პატივს ვცემთ და არა ის რომ ვატყუოთ რომ უსასუქოა და არა და იმდენ სასუქს უკეთებ და იმდენ შხამს ტენი ბოდიში ამ სიტყვისთვის შიგნით რომ ხალხი მოკლედ ავადდება და ძალიან დიდი პრობლემების წინაშე დგებით და ასე რომ რა ვიცი ვფიქრობ ერთმანეთის დახმარებით ყველაფერს შევძლებთ მარტო ჩვენ ვერაფერს ვერ გავხდებით სულ რომ 1000 ინვესტორი მოვიდეს და მილიონები მაყარონ თავზე მართლა ვერ შევძლებთ უბრალოდ ადამიანები გჭირდება აქ უკვე ხელები გჭირდება რა აქ უკვე თანამოაზრეები გჭირდება გარდა ფინანსური მხარისა და იმედი მაქვს რომ ჩვენ შევძლებთ რომ დაუმტკიცოთ ხალხს რომ ნატურალური მოყვანა და მოვლა სრულიად შესაძლებელია. იმედია თქვენ ამ გამოწვევას მიიღებს ძალიან ბევრი ფერმერი შემოგიერთდებათ და შექმნით აი აქ როგორ ეკოსისტემასაც შექმნით, აი ეს ეკოსისტემა შექმნით ნატურალური პროდუქტის მწარმოებელი ადამიანები. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველაფრისთვის, გულწრფელი მადლობა ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ. მინდა ძალიან ბევრი წარმატება გისურვოთ და მინდა ბევრჯერ მოვხდე აქ. აუცილებლად ჩვენ გელოდებით, ჩვენ ხო დავგეგმეთ უკვე ერთი კაი ჩაქაფული. მოკლედ, ვერაფერს დავამატებ, მეც მეგობრებო, ნატახტარში ვიმყოფებოდით Natural Garden-ში.
და ეს ადამიანები თქვენს გელოდებიან აუცილებლად ჩვენ ვაგრძელებთ თქვენთვის საინტერესო თემებზე მუშაობას ერთ კვირაში ისევ შევხვდებით ერთმანეთს მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად